თქვენ უყურებთ კურიერს 12 საათზე მე სანდრო კაჭახიძე ვარ გამარჯობა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ქართული ოცნება ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. კომისიამ, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს. საბოლოოდ სამუშაო ჯგუფი პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. პროცესს ბარიერ გადალახული ოპოზიცია ემიჯნება. ლევან ფანცხავა მუშაობს ამ თემაზე, ის უერთდება ახლა კურიერის ეთერს. ლევან, რა განცხადებები კეთდება საგამოძიებო კომისიის ირგვლივ? დიახ, ორ დღეში დაიწყება მუშაობა კანონმდებლობის მხრიდან შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უნდა გამოიძიონ 2003-2012 წლებში წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულები და გამოკითხვაზე დაიბარებენ ყველას, ვისაც მაშინ მაღალი თანამდებობა ეკავა და ეს არ შეეხებათ სამხედრო პირებს. ოპოზიცია არ აპირებს ამ დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩაერთოს. ისინი აცხადებენ, რომ ახლა 13 წლის წინანდელი მოვლენების გახსენების დრო არ არის. ხელისუფლება იმუშაოს ხალხის ინტერესში. კვლავ საუბრობს იმ პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში არ ყოფილა და რომელსაც მე ამაყად წარმოვადგენ დღეს. ამ სანახაობით ის ვერ გადაფარავს მისი არალეგიტიმურობის ფაქტს. მუდმივად კი არ ვიყუროთ წარსულში და პროპაგანდისტულ ტყუილებში კი არ ვიცხოვროთ, არამედ გავიხედოთ წინ. რაიმე გამოძიებაზე ქართული ოცნების მხრიდან 12 წლის თავზე საუბარი არის, რა თქმა უნდა, ფარსი და ერთადერთი მიზანი, რა თქმა უნდა, არის, რომ ადამიანები დააჯერონ იმაში, რომ ქართული ოცნება აპირებს რაიმეს გამოძიებას. 12 წელი სად იყვნენ? ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს. აქედან გამომდინარე შეიქმნება საგამოძიებო კომისია და დაიშჩება ყველა, ვისაც დანაშაული მიუძღვის 2003-2012 წლებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ 6 თვის განმავლობაში იმუშავებს საგამოძიებო კომისია და 6 თვის შემდეგ უკვე კონკრეტულ მტკიცებულებებს წარუდგენენ საგამოძიებო უწყებას. ახალგაზრდების პირდაპირ ქუჩაში დახოცვა, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა, მედიაზე ზეწოლა, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, უმძიმესი როლი ითამაშა ჩვენს სახელმწიფოზე. გამორჩეულად ეს იყო 2008 წელი და ის დანაშაულები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ჩაიდინა საქართველოში. შესაბამისად, საზოგადოებამ იცის, რომ არის მიღებული გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის და ამ კომისიამ ეს კომისია საჯაროდ, გამჭვირვალედ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს აუცილებლად სისტემური დანაშაულის უმძიმეს ზღვარს, რომელიც საქართველოს საკუთარ თავზე განიცადა 2012 წლამდე. ყველა ეს ხილობა ჩატარდება ღიად, შეიძლება რამდენიმე გამონაკლისი იყოს, თქვა ხილობისა, სადაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალა შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთი იქნება ცოტა ალბათ და ძირითად ნაწილს და აბსოლუტურად ძირითად ნაწილს ქართველი ხალხი თავისი თვალით იხილავს. იხილავს იმ დანაშაულების მასშტაბებს და იხილავს ოპოზიციის, დღევანდელი ოპოზიციის და მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებლივ ნაბიჯებს, რომელმაც საქართველოს კინაღამ საბოლოო კატასტროფამდე მიიყვანა. თუმცა ძალიან მძიმე შედეგებით მაინც დამთავრდა სამწუხაროდ ის ეპოპეა, რაც მაშინ მოხდა 2008 წელს. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ხელისუფლებას ეკუთვნის. მუშაობა დაიწყება ორშაბათიდან და როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, გამოიძიებენ 2003-2012 წლებში წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს. მადლობა ლევან, ეს იყო ლევან ფანცხავა. თბილისში ისევ განხილვის თემა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია. მმართველი გუნდი ოპონენტებს საქართველოს წინააღმდეგ გამიზნულ ქმედებებში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ოპოზიციამ პასეში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმოქმედა და ქვეყნის ინტერესები განზრახ დააზიანა. ის რომ პროცესში უკრაინული მხარეც მონაწილეობდა, ამას უკრაინელი ჟურნალისტი ადასტურებს. ქეთი ზანთარაიას ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ქეთი, გითხარი, რას ამბობს ოპოზიცია და რას პასუხობს მას მმართველი გუნდი? სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილებით ოპოზიცია კმაყოფილია და ამბობენ, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით მათ იმუშავებს არაერთ დელეგაციასთან ერთად, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ ფონზე მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ევროსაბჭოში საპარლამენტო დელეგაცია წყვეტს მუშაობა, მათთვის არის ქვეყნის იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, სტრასბურგში ვიყოფებოდნენ კოალიციური ცენტრების წარმომადგენლები, კოალიციური პარტნიორები, ჩვენ გქონდა საუბარი ჩვენ წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის შედგენაში, განხილვაში და კენჭისყრაში ძალიან
ცუდი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ ოცნებამ, ბოიკოტი გამოუცხადა პრაქტიკულად საპარლამენტო ასამბლეას, ამით აყენებს ზიანს ჩვენს ქვეყანას. ზიანს ვერ მიაყენებს საპარლამენტო ასამბლეას, იმიტომ რომ ეს დელეგაცია იქნება თუ არა იქ საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ეს ვერანაირ უარყოფით ელემენტს ვერ შეიტანს, მაგრამ აყენებს ზიანს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ კიდევ ერთი ნაბიჯია იზოლაციისკენ. და არა მარტო უკრაინა, არამედ ყველა ჩვენი მოკავშირე და საერთოდ ყველა დასავლური დემოკრატიული ძალა მუშაობს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ძალიან მარტივია. რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას, საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ რეზოლუცია, რომელიც სტრასბურგში იქნა მიღებული, არ არის სამართლიანი. ისინი ითხოვენ ამ პოზიციის შეცვლას და საქართველოსთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიცითქვა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნოლითაც აღიარეს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, თუმცა ის რეზოლუცია, რომელიც იყო სრულად უსამართლო საქართველოს სამემართებაში, რომელიც იცითქვა, რომ უკრაინულმა დეპუტატებმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავეს, აღმოჩნდა სრულად მიუღებელი ჩვენთვის, არ მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ნაწილში, არამედ სხვა თათქმებთან დაკავშირებით, ამიტომ ვიდრე ევროსაბჭო თავად არ ჩამოაყალიბებს სამართლიან პოზიციას ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ ვწყვეტ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო და სხვა ვალდებულებები, სხვა სტრუქტურები, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა გააგრძელოს საქმიანობას. ოპოზიციის ამოცანა იყო, რომ უფლებამოსილება არ ცნობილი იყო ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის და ამას ისინი აკეთებენ უკრაინის დელეგაციასთან ერთად სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ უკრაინის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაციას. მიზეზი აქაც ძალიან მარტივია, ჩვენ არ ჩავერთეთ ღია დონში, არ გავხსენით მეორე ფრონტის. სწორედ ეს არის დამოკიდებულების მიზეზი, რომელსაც ჩვენ ომის დაწყების დღიდანვე ვხედავთ, ისევე როგორც არც ომამდე, მათ შორის უკრაინა არ გამოირჩეოდა ჩვენი ხელისუფლებისადმი პატივისცემით და მეგობრობით, რადგან იცით, რომ თუ ვინმე გაიქცა და თავი შეაფარა სწორედ უკრაინას, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ხალხი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და როგორც ქართული სახელმწიფო ვაგრძელებთ სამხრივად კვლავ ურთიერთობას უკრაინის სახელმწიფოსთან. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სტრასბურგში მიღებული რეზოლუცია უკრაინის დელეგაციასთან ერთად მომზადდა და მათი მხარდაჭერით იქნა მიღებული, სწორედ უკრაინელმა ჟურნალისტმა გაავრცელა. მადლობა ქეთი, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ქეთი ზანთარაია. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების მნიშვნელობას. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებები. ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გათვალისწინებით ხელს არ უწყობს მიმდინარე ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას განიხილავს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მიმდინარე კვირაში უმასპინძლა დისკუსიებს ამ თემაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. როიტერთან ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ თეთრი სახლი იკვლევს იურიდიულ უფლებამოსილებას, რომლითაც შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა გამოიყენოს აღმასრულებელი ბრძანება USAID-ის დამოუკიდებლობის დასასრულებლად. როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, საორიენტაციო ვადად ამერიკის პრეზიდენტი 100 დღეს ასახელებს. დონალდ ტრამპმა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. თქვა, რომ რუსეთთან აქტიური დისკუსია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია ვლადიმერ პუტინთან. ლუკა ჩანგელიამ უფრო მეც გვეტყვის ტრამპის განცხადებების შესახებ. ლუკა, რა თქვა ახალი ამერიკის 47 პრეზიდენტმა? უკვე ორი კვირა რაც ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი საკვანძო საკითხი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკვე გამოიკვეთა. ერთ-ერთი მათგანი არის სწორედ უკრაინის ომი, რაზეც დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდშიც საუბრობდა. გუშინ თეთრ სახლში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ამერიკის 47 პრეზიდენტმა თქვა, რომ მას აქვს აქტიური კომუნიკაცია რუსულ მხარესთან
მისგან უკრაინაში ომის დასასრულებლად, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვაზე ესაუბრა თუ არა დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს, ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს პასუხი არ გაუწია. თუმცა მთავარი საკითხები, რაზეც დონალდ ტრამპი კვლავ საუბრობს, არის ის, რომ უკრაინაში ომი არის დამაზიანებელი ორივე ქვეყნისთვის, დამაზიანებელი არის უკრაინისთვის, რადგანაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება ამ ომს და ამავდროულად აქცენტები ტრამპმა გააკეთა იმ ქალაქებზე, რომლებიც უკვე დანგრეულია ომის გამო. ტრამპის თქმით, ამ და სხვა მიზეზების გამო აუცილებელია უმოკლეს დროში მოხდეს უკრაინაში ომის დასრულება. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ისეთი რამის გაკეთებას, რაც ცვლილებებს გამოიწვევს. გვინდა ამ ომის დასრულება. მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არც დაიწყებოდა. ეს არის საშინელი ომი, მილიონობით ახალგაზრდა იღუპება, უმეტესად ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე. განადგურებული ქალაქები ნანგრევებს დაემსგავსა. ეს უბრალოდ უაზრო სიტუაციაა, რომელიც უნდა შეჩერდეს. ჩვენ გვაქვს დისკუსიები რუსეთთან. არ მინდა ამ საკითხზე კონკრეტულად საუბარი, მაგრამ დისკუსია ძალიან სერიოზულია. ვცდილობთ ომის შეჩერებას. უკრაინის ომის პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს არც ევროკავშირისა და ნატოს საკითხები გამორჩენია. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ არიან მომგებიანი პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგანაც ისინი არ ყიდულობენ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას და ასევე მან აქცენტი გააკეთა ნატოს საკითხზეც. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არ იხდიან შესაბამის გადასახადს ნატოს გაძლიერებისთვის. უფრო კონკრეტულად ის ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები დაახლოებით $440 მილიარდ იხდიდა ნატოს გაძლიერებაში. ამის პარალელურად კი ძალიან მცირედი იყო იმ ქვეყნების წილი, რომლებიც უშუალოდ ნატოს წევრი ქვეყნები არიან. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ის ესაუბრა და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გაზრდიან ნატოს დაფინანსებას, მათ ყველანაირი თავდაცვა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციიდან შეუწყდებათ. ევროკავშირი აწესებს გადასახადს 20%-ით პლუს დღგ-ს, რომელსაც ეწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადი. ეს ძალიან ძვირი გვიჩდება, ძალიან ცუდად გვექცევიან. ისინი არ ყიდულობენ ჩვენს მანქანებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტს. თითქმის არაფერს ყიდულობენ ჩვენგან. ეს ქმნის ძალიან დიდ დეფიციტს ევროკავშირთან. ამიტომაც ჩვენ გავაკეთებთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ევროკავშირთან. ყველაფრის დონე საჭირო ნიშნულს მიაღწევს და თუ ევროკავშირზე ფიქრობ, მიდიხარ ნატოსთან. ეს ძირითადად ქვეყნების იგივე ჯგუფია. სანამ მე მოვიდოდი, გულისხმობ, რომ ნატოს თითქმის 100%-ს ვუხდიდით, მხოლოდ ცუდი სავაჭრო გარიგებების მისაღებად. ახლა კი გათანაბრდა, სხვა ქვეყნებმა გადაიხადეს $440 მილიარდი. მე კი მათთან მივედი და ვუთხარი, უნდა გადაიხადოთ და თუ არ გადაიხდით, ჩვენ არ დაგიცავთ, ეს ძალიან მარტივია. უკვე ორი კვირაა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მართავს. მთელი ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა ის ძირითადი კონტურები, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ახასიათებს. მადლობა ლუკა, ეს იყო ლუკა ჩანგელია. სანამ მოლაპარაკების კონკრეტული შედეგი დადგება, უკრაინაში ომი გრძელდება. რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულია 13. სამიზნე ამჯერად სუმის ოლქია. დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები. უტევენ ოდესის ოლქსაც. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა რუსული ხელწერაა, რაც მსოფლიოსგან ყისიერ რეაგირებას საჭიროებს. საათობრივად ვიღებთ შეტყობინებებს სუმში არსებული მდგომარეობის შესახებ. რუსული შაჰედის ჩამოვარდნის ადგილას მუშაობა გრძელდება. დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, 9 ადამიანი დაიღუპა, უსამძიმრებ ყველა ოჯახს. დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ყველას გაუწიეთ საჭირო დახმარება. რუსული ქმედებების დამახასიათებელი ნიშანი ნგრევა და ოჯახების განადგურებაა. ყოველი ასეთი დარტყმა მოითხოვს სამყაროსგან პასუხს. ტერორი დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელს მოუწოდებს დაეხმაროს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაში, რომელიც 1 იანვარს შეჩერდა. ორბანი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაბლოკავს ევროკავშირის სანქციების იმ პაკეტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში უნდა დაწესდეს. უკრაინა არ ატარებს თავის ტერიტორიაზე რუსულ გაზს, რომელიც ცენტრალურ ევროპას უნდა მიეწოდოს. ამიტომ იზრდება გაზის ფასი, რაც იწვევს ზოგადად ფასების ზრდას. ეს მიუღებელია, თუ ეს არ შეიცვლება, დავბლოკავთ. სხვა გზა არ არის. ერთ ქვეყანას ეს შეუძლია. თუ არ შეასრულებს იმ ყველაფერს, რაზეც შევთანხმდით, მაშინ სანქციების საკითხით დასრულებულია.
80 კილომეტრიანი საპროტესტო მარში სერბეთში სტუდენტები ქალაქ ნოვისადის სადგურის შენობის ნაწილის ჩამონგრევას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი კორუფცია და ნეპოტიზმია, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ტრაგიკული შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა, რადგანაც 15 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ფილადელფიაში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა, გარდაიცვალა ბორტზე მყოფი 6 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 4 წევრი, პაციენტი და მისი თანხლები. კატასტროფის სავარაუდო მიზეზად უამინდობა და ცუდი ხილვადობა სახელდება. ვერტმფრენი ფილადელფიის ჩრდილო-აღმოსავლეთის აეროპორტიდან აფრინდა და მალევე ჩამოვარდა. ადგილზე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილი. დაუბრუნდეთ საქართველოში, მკვლელობა მოხდა ლილოს დასახლებაში ღამით რესტორან კახელებთან 40 წლამდე მამაკაცს ავტომობილში ესროლეს. დამნაშავე მიმალულია. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. სროლის ხმა გაიგონეთ? არა, ეხლა მოვედი, აი. და ვინ არის აიცი? არც ეგ ვიცი. გუნელი არ არის და არის. მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა. მსჯავრდებულებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. პროექტში ჩართულმა 20-მდე მსჯავრდებულმა ქართული და ევროპული სამზარეულოს სხვადასხვა სახეობის კერძის მომზადება პროფესიულ დონეზე შეისწავლა. პროგრამა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით და კოლეჯ იკაროსის ხელშეწყობით ჩატარდა. 20 მსჯავრდებულმა გაიარა კულინარიის კურსი, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება. ჩვენი მიზანი არის, რომ საომალოდ უფრო მეტი მსჯავრდებული იყოს ამ პროცესში ჩართული, იმისათვის, რომ მათ შეძლონ უფრო აქტიურად იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულები, მას მერე რაც დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას. ეს სერტიფიკატები არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული და მათი, ესე ვთქვათ, რესოციალიზაციისთვის და რეინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია. და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამის შესაძლებლობას განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო უკვე წლებია იძლევა. შევსწავლეთ როგორც ქართული, ასევე უცხოური კერძები და ადამიანს ეძლევა იმის საშუალება, რომ თუ საერთოდაც არ აქვს გამოცდილება ამ კურსის დასრულების შემდეგ უკვე არა მარტო სერტიფიკატი მიიღოს, არამედ რეალური ცოდნა მიიღოს, რომლის გამოყენებასაც შეძლებს როგორც საქართველოში, ასე თუნდაც საზღვარგარეთ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედახუნჩი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა სამეგრელო ზემო სახელმწიფო რწმუნებული მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს სკოლის გარე და შიდა სივრცის სტანდარტების შესაბამისად მოწყობას. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სოფელ ზედახუნჩი საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გავეცანით. პროექტი ითვალისწინებს სკოლის შიდა და გარე სივრცეების სტანდარტების შესაბამისად მოწყობას. ადრე არსებული სკოლა ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა ბავშვების უსაფრთხოებას. მარტვილში განათლების სამინისტრო ასევე აშენებს სოფელ ტარელში სკოლას. ჩვენ გასულ წელს ამავე მუნიციპალიტეტში დავასრულეთ 4 საჯარო სკოლის მშენებლობა. ბავშვებისთვის შეუძლებელი იყო აქ სწავლა, დღეს კი განათლების სამინისტროს დაფინანსებით სკოლა, რომელიც აშენდება, იქნება კომფორტული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფელში კიდევ ახალი ცხოვრება, ახალი სიცოცხლე გაგრძელდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო კომპანიასთან უკვე გაფორმდა მემორანდუმი. შეთანხმების მიზანი ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებაა. ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ინდურ ბაზარზე იმისთვის, რომ საქართველოში ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ. ჩვენ ერთობლივად მარკეტინგულ კამპანიებსაც გეგმავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ინდოეთის ბაზარზე ყავდეს ძლიერი პარტნიორები. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, ვიღებთ გარკვეულ ღონისძიებებში მონაწილეობას აღნიშნულ გამოფენაზე, სადაც ახლა ვიმყოფებით 45 კერძო კომპანია ყავს ჩამოყვანილი და ერთობლივად მხარს უჭერთ ღონისძიებებს
იმისთვის, რომ მთლიანობაში პირველ რიგში ინდოეთში საქართველოს შესახებ ცნობადობა ამაღლდეს და რა თქმა უნდა, ამის შედეგად საქართველოში ბევრად მეტი ინდოელი ტურისტი ჩამოვიდეს. ინდოელი ტურისტები იყვნენ ათეულში, საქართველოში 100,000-ზე მეტი ინდოელი გვეწვია გასულ წელს. თუ დავითვალისწინებთ ქვეყნის ზომას, მზარდ ეკონომიკას, გეოგრაფიულ სიახლოვეს და ინტერესს საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, პერსპექტივა ძალიან მაღალი, ამის მანიშნებელია იმ კომპანიების ოდენობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებენ გამოფენაში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ამის ხელმოწერა, ამ მემორანდუმის ხელმოწერა ტომას კუკთან, რომელიც არის ყველაზე დიდი ინდოეთში ყველაზე დიდი ტურისტული კომპანია. მოგზაურობის, დასვენებისა და საქმიანი ტურიზმის მიმართულებით კომპანია თომას კუკი ძალიან მოხარულია საქართველოს გაუწიოს პოპულარიზაცია ინდოეთში. ყველას გავაცნოთ საქართველოს ემოციები, ქვეყნის სიმდიდრე, ქართული ღვინო და სტუმართ მოყვარეობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, საქართველოში ინდოეთიდან ძალიან ბევრ ტურისტს ჩამოვიყვანთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები ძლიერთა თამაშებში ასპარეზობისთვის ემზადებიან. სამხედროები წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და სატრენაჟერო დარბაზებში ვარჯიშობენ. პარასპორტსმენების ნაწილი საერთაშორისო ასპარეზობისთვის ბაკურიანში ემზადება. წელს ძლიერთა თამაშებში საქართველოს 20 პარასპორტსმენი წარსდგება. აღნიშნული ტურნირი ტარდება დიდი ბრიტანეთის პრიზის ჰარის პატრონაჟით და მასში 25 ქვეყანაა ჩართული. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტურნირი გაიმართება როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სახეობებში და ჩვენმა სამხედროებმა ზამთრის სახე მომზადება გაიარეს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გაიარეს ბაკურიანში. ამ ტურნირის გარდა სპორტული დატვირთვის აქვს მნიშვნელოვანი მათი რეაბილიტაციისათვის, ვინაიდან ის ეხმარება მათ ჯანმრთელობის რომლის გაუმჯობესებაში, ასევე ზრდის მათ თვითშეფასებას, რაც შემდგომში ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციაში. ის დასახული მიზანი, რაც აგვაქვს უნდა გავიმარჯვოთ, ეს ყველა თითოეული გუნდის წევრმა იცის, მოლოდინი არის ძალიან დიდი. უნდა გავიმარჯვოთ ყოველ მიზეზს გარეშე, იმიტომ რომ პირობები გვაქვს ისეთი, რაც გალადურთის თამაში შეეხება, თანამედროვე წლები, დარბაზის შესანიშნავი, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს, რომ შევიქმნა ეს პირობები. მივიმგზავრებით კანადაში, ქალაქ ვანკუვერში, მონაწილეობის სახებად ძლიერთა თამაშების ვართ მოტივირებული, შესაბამისად ახჭულები და ძალიან გვიხარია და იმედი გვაქვს, რომ დაბრუნდებით გამარჯვებული და ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას, დავაფრიალებთ ქართულ დროშას. 22 წლის ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ზედიზედ მესამე დავიდა. გუბანოვა 2023 წელს ოქროს მედლის მფლობელი გახდა, შარშანდა წელს კი ვერცხლი მოიპოვა. ტალინში მიმდინარე ევროპირველობაზე თავისუფალი პროგრამის შესრულებისას გუბანოვა ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა ჯამში გაგროვილი ქულებით ვერცხლის მედალს დასჭირდა. 2025 წლის ევროპირველობაზე ეს ქართული დელეგაციის უკვე მეორე მედალია. ქართველი ჩოგბურთელებისთვის წარუმატებელი გამოდგა დევისის თასის გათამაშების პირველი დღე. ქართველებმა პოლონელებთან ჩატარებული ორივე შეხვედრა დათმეს. ალექსანდრე ბაქში კამილ მაჟრაკთან 2 სეტში დამარცხდა. დაძაბული გამოდგა ფურცელაძისა და კასნიკოვსის ორთა ბრძოლა. მესამე სეტის მიმდინარეობისას ქართველმა ჩოგბურთელმა მაჯის ტრავმა მიიღო, რამაც საბოლოოდ შედეგზეც დიდი გავლენა იქონია. მატჩი პოლონელის გამარჯვებით დასრულდა. ძლიერი მეტოქე ყავდა, რა თქმა უნდა, ვიცოდით ისედაც და ისეთ საჭირო მომენტში შეწაგებული თამაში დააბრუნა, მე ასე ვთქვათ, გავტეხეთ ჩვენსკე წამოვიღეთ ყველაფერი და მე სამწუხაროდ პატარა ტრავმა უკან დააბრეიკა და მე უკვე ძალიან გართულდა იმის დამარცხება. ყველამ ვიცოდით რა გუნდს ვეთამაშებით, უბრალოდ ეს საბას თამაში ახლა ძალიან საწყენი იყო რა, იმიტომ რომ პირველი სეტი წააგო, მეორე სეტი შესანიშნავად ითამაშა, მოიგო და 3-0 მიყავდა ბრეიკით და შემდეგ ეს მაჯის პრობლემა. სპორტია და ჩოგბურთია. ხვალ ვიბრძოლებთ, წყვილს იმედიც გვაქვს. ერთეულები აგერ ნახეთ, რომ პირველ მატჩშიც ჰქონდა შანსი და მეორეშიც, ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ ეს თამაში უკვე ასე ვთქვათ დავთმეთ პოლონეთის ნაკრებთან. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა ბულგარეთთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა. შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ავთანდილ ასათიანის ფეხბურთელებმა პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს თამაშის ბედი და ტაიმი 4-0 მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარში ქართველებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 6-1 გაიმარჯვეს. მორიგ შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი 4 თებერვალს ბულგარეთში გამართავს.
ამოგებით ნათალია ხა ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ, კარგია. შემდეგი თამაშისთვის დიდი мотиваცია მივიღეთ, 6 ქულა გვაქვს. სულ რამოდენიმე დღეში მოგეხსენებათ, იცით რომ ბულგარეთს უკვე გასვლით შეხვედრაში ვეთამაშებით, ასე რომ ეხა სწორი ანალიზი იყო რაღაც შეცდომები, რაც უკვე მეორე თამაში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ძალების აღდგენა უნდა მოახერხოთ, რაც შეიძლება მალე, პლუს ამას მგზავრობა გვიწევს, ასე რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ უკვე 4 თებერვლისთვის უნდა იყოს 100% მზად. კურიერი 12 საათზე ამით დასრულებულია, ერთმანეთს შევხვდებით 3-ზე, მანამდე კი დღის ყველა ამბავს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე rustavi2.gt. დროებით.